ამ თემებზე ვიწყებთ მსჯელობას იმედი ლაივის სტუმართან ირაკლი ქადაგიშვილის საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შემოგვიერთდა სტუდიაში. საღამომშვიდობისა, დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. წლის დასაწყისში შევაფასოთ ის მოცემულობა, რომელიც გვაქვს ქვეყანაში და რა თქმა უნდა დღევანდელი დღის მთავარი ამბავი არის ეს განაცხადი სდროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. ჩვენ გვახსოვს საარჩევნო კამპანიის პერიოდიდან მოყოლებული, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში თქვენ აყენებდით ამ დაპირებას, რომ გასამართლდებოდა ნაციონალური მოძრაობა და 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმი. აი დღეს რა დატვირთვა აქვს, როგორ წარიმართება უკვე უმრავლესობის პირობებში ეს ინიციატივა და მთავარ შედეგს რას ელოდებით, აი როგორ რა არის აუცილებლობა დღეს ამის. დიდი მადლობა, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში მე შეუერთდები ყველას საერთო გულის ტკივილს და მწუხარებას იმ ტრაგედიისა, რაც საბერიოში დატრიალდა, რა თქმა უნდა ჩვენი ფიქრიც, ლოცვაც და თანაგზნობაც არის ამ გარდაცვლილი ბავშვებისა და მათი ოჯახის დაახლოების მხარეს. რაც შეეხება ჩვენს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ალბათ კიდევ უფრო ფართო კონტექსტში უნდა დავინახოთ, მათ შორის ის საკითხი, რომ პარლამენტში შეიქმნება საგამოძიებო კომისია ნაციონალური მოძრაობის საქმიანობას შესწავლასთან დაკავშირებით. აქ ხაზგასმით აღვნიშნავ მე ერთ რამეს, რომ ეს იქნება პროცესი, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე და თავიდან ბოლომდე საკონსტიტუციო და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული. იმიტომ რომ ჩვენი მიზანი არ გახლავთ რაიმეზე, ასე ვთქვათ, ისეთი ტიპის შეტევის განხორციელება, რა ტიპითაც და რა, ასე ვთქვათ, ტაქტიკით თუ სტრატეგიით მოქმედებდა ნაციონალური მოძრაობა. ეს იქნება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე და სამართლებრივად სრულად უზრუნველყოფილი პროცესი. რა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მნიშვნელობა აქვს ამას. ჩვენ 2012 წლის შემდეგ მოგეხსენებათ, რომ საქართველოში, ჩვენ სახელმწიფოში, ჩვენ საზოგადოებაში რეალურად დაიწყო ნამდვილი დემოკრატიული და თავისუფალი არა მარტო ინსტიტუტების, არამედ პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბების მშენებლობა. და რამოდენიმე მაგალითს მოვიყვან ამასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ხელისუფლება არ შეეხო არც ერთ პოლიტიკურ პარტიას. მეორე, ხელისუფლება არ შეეხო არც ერთი მედიას, რომელი მედია საშუალებაც ეს ტელევიზია იქნებოდა თუ სხვა საშუალება, სხვადასხვა ოპოზიციურ თუ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ გემოვნებას გამოხატავდა. მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარეობდა ბრძოლა თვითონ მედია საშუალებების ფლობელებს შორის, იცით, მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ ასპექტში. და ეს სტრასბურგის სასამართლოს მიერაც იყო დადასტურებული. ხელისუფლებამ საშუალება მისცა, ეს იყო ყველაზე დიდი უპრეცედენტო მოვლენა საქართველოს ისტორიაში, რომ ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალი ყოფილიყო, მათ შორის მისი პოლიტიკური ინტერესების ღიად გამოხატვაში, პოლიტიკაში ჩართვაში, მედიის დაფინანსებაში, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში. 12 წლის შემდეგ, როდესაც იწყებს ხელისუფლება ამ პროცესს და როდესაც ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები წინასაარჩევნოთ პროცესის მიკერძოებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური ოპონენტების განადგურების მცდელობასთან დაკავშირებით, მძაფრი კრიტიკა არაერთი პარტნიორის მხრიდან, მაშინ როგორ აპირებს ხელისუფლება ამ ადამიანებს დაუმტკიცოს, რომ 12 წლის შემდეგ ეს შურისძიება არ არის. ნახეთ რა შეასაქმე. ანუ ეს ყველაფერი მიეცა ასე ვთქვათ, საზოგადოებას და პირველ რიგში რა თქმა უნდა ამ პოლიტიკურ აქტორებს, რომ ეს სიკეთეები ამ თავისუფლებისა და დემოკრატიისა გამოეყენებინათ. ჩვენ რა ვნახეთ რეალურად ამ პერიოდში? ამ პერიოდში ვნახეთ, რახან მედიაში ვიმყოფებით, მედიის რეკეტი და მიტაცება. ჩვენ ამ პერიოდში ვნახეთ ის, რომ ყველა არჩევნების შედეგების უგულებელყოფა, ყოველგვარი სამართლებრივი, ყოველგვარი მტკიცებულების, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე და მუდმივი რყევა სახელმწიფოსი. მუდმივი მცდელობა, რომ საქართველოს სახელი გაუტეხონ ქვეყნის შიგნითაც და რა თქმა უნდა, ქვეყნის გარეთაც საერთაშორისო არენაზე. ამიტომ ეს არის სისტემური პრობლემა. რომელიც როგორ ამტკიცებთ, რომ ეს არ არის ოპონენტების დევნა? იცით როგორ ვამტკიცებთ? მე ამიტომაც გითხარით, რომ ეს იქნება ღია და სამართლებრივად მთლიანად უზრუნველყოფილი პროცესი და აქ არავინ
რო იტყვიან არავის არ დაძდებს ბრალს იმაში, რაზეც არ იქნება კონკრეტული არგუმენტი, კონკრეტული მტკიცებულება. დღის წესრიგში სისტემურად შესწავლა რეჟიმის დანაშაულის, იმიტომ წლების განმავლობაში ჩვენ თვალე მივადევნეთ არაერთ პროცესს, რომელიც წარიმართა უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ, მათმა ნაწილმა სასჯელი მოიხადან, პროცესი გრძელდება ახლაც და გვესმოდა მართველი გუნდის მხრიდან, რომ თუ კი დაუშვათ არის გამოკვეთილი დანაშაულის ნიშნები, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მართლმსაჯულება თავისი გზით მიდის და ეს დანაშაული დაისჯება, ხო? ზოგ შემთხვევაში დაისაჯეს, ზოგ შემთხვევაში დაისჯება. ახლა რატომ არის აუცილებელი რომ სისტემურად მოხდეს შესწავლა? აქ რატომ იცით რომ აქ არ არის მარტო საუბარი ერთი კონკრეტული ადამიანის მიერ ჩადენილ რაღაც სამართლებრივ გადაცდომაზე ან დანაშაულზე. აქ საუბარია უკვე პოლიტიკურ ტრენდზე და ტენდენციაზე, რომელსაც კოლექტიური ნაცმოძრაობა საქართველოში ახორციელებს. რა არის ეს პოლიტიკური ტრენდი? ეს პოლიტიკური ტრენდი არის მაგალითად, რაც ჩვენ ამ არჩევნების დასრულების შემდეგ ვიხილეთ, როდესაც პირდაპირ ყოველგვარი მტკიცებულების, ერთი ფაქტის, ერთი არგუმენტის, ერთი მტკიცებულების გარეშე თქვენს რომ არჩევნები არ შედგა, გაყალბდა, ვიწყებთ რევოლუციას. ეს ხო დღეს მარტო პირველად არ მოხდა. წინა არჩევნებზეც ანალოგიური შედეგები ვიხილეთ. უბრალოდ დღეს ამას განსაკუთრებული სიმძაფრე მიეცა. განსაკუთრებული სიმძაფრე მიეცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებისათვის ჩართული იყო ძალიან დიდი უცხოური რესურსი. პირდაპირ იყო ჩართული უცხოური რესურსი დამარცხების შემდეგ ამ უცხოური რესურსის დაკვეთით და თანამონაწილეობით დაიწყო ნაციონალური მოძრაობა სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტების გრევა. ანუ ის რომ შენ არჩევნები, რომელიც ჩატარდა თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომელთა დაკავშირებითაც არანაირი სერიოზული რაიმე პრეტენზია, მათ შორის არც ერთ საერთაშორისო დამკვირვებელს არ გამოუთქვია, რომ სერიოზულ ისეთ პრეტენზიაზე, რომელსაც შეეძლო არჩევნების შედეგებზე რაიმე ზეგავლენა მაინც მოახდინა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი. რეკომენდაცია ყველა არჩევნების შემდეგ არსებობს ხოლმე და ჩვენ როგორც ვთქვით, არც ერთი ეს რეკომენდაცია არ წარმოადგენს ისეთ რამეს, რომლის შესრულებაც ჩვენთვის, ასე ვთქვათ, ჩვენ ხელისუფლებას არ ხელეწიფება. მაგრამ აი ასეთი პირობების მიუხედავად, როდესაც შენ ცდილობ, რომ ქვეყანაში სწორედ ხალხის ნება, დემოკრატია სწორედ ხალხის ნება არის, რომელიც კანონებით რეგულირდება, ეს დაანგრიო, ჩამოანგრიო და შენ გადატრიალების გზით, აი ამ ასე თქვა საერთაშორისო ლიბერალური, აი ამ მოძრაობის თუ deep state თუ ომის პარტია, რომელიც გნებავთ ის ასე თქვა ტერმინით გავაერთიანოთ, ეს შემოტევა ქართულ დემოკრატიაზე და ქართულ სახელმწიფოზე და ქართულ სუვერენიტეტზე ამ შემთხვევაში, რომ გინდა ეს სისტემურად აქციო უკვე, მუდმივად რა თქმა უნდა, ამას ჭირდება უკვე არა მარტო ვიღაცა ერთის მიერ ჩადენილი რაღაც კონკრეტული კორუფციული თუ სისხლისამართლებრივი დანაშაული, არამედ ამას ჭირდება პოლიტიკური შეფასება, პოლიტიკური დასკვნა ჭირდება ამას. ერთის მხრივ გასაგებია, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ასაკის გამო უბრალოდ არ ახსოვს ინფორმაცია, არ აქვს იმის თაობაზე თუ რა დანაშაული იქნა ჩადენილი იმ წლების განმავლობაში, მაგრამ მეორეს მხრივ პოლიტიკური შედეგი რა უნდა დადგეს, გულისხმობ იმას, რომ ანუ არ უნდა მიესწრეს პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობას. პოლიტიკური შედეგი დადგება გამომდინარე იქიდან, თუ საგამოძიებო კომისია რა მასალებს მოიპოვებს, რა მტკიცებულებებს მოიპოვებს, რა არგუმენტებს მოიპოვებს. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, პოლიტიკური შედეგი პირველ რიგში იქნება ყველა ამ საკითხის საზოგადოებისათვის საჯარო, ასე თქვა, განხილვაზე გამოტანილი, იმიტომ რომ ეს იქნება ღია, გამჭვირვალე გამოძიება და გამომდინარე აქედან უკვე რა თქმა უნდა შესაბამისი სამართლებრივი გაგრძელება უკვე მოყვება შესაბამის სახელმწიფო საგამოძიებო სამსახურების მიერ. შედეგი უნდა იყოს ერთი რამ, რომ საქართველოში უნდა დამთავრდეს ქვეყნის მუდმივი საბოტირება. იმიტომ რომ ამ საბოტირების პირობებით საქართველოს რა თქმა უნდა განვითარებას ვერ მიაღწევს. ნახეთ რა შეა საქმე, ქვეყანაში თითქოს ყველა პრინციპული მე რაღაც ნაწილი ჩამოვთვალე კიდევაც, ხო? რაც დემოკრატიას ახასიათებს, ბიზნესის თავისუფლება, მედია თავისუფლება, პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და ასე შემდეგ, ხო? ქვეყანა ეკონომიკურად განვითარების გზას ადგას. თითქოს ყველა პირობაა, რომ ყველა პარტიამ თავისი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ადგილი მოძებნოს ამ ქვეყანაში. და არჩევნების შედეგიც ამაზე მეტყველებს, ხო? როდესაც 5 პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა 5%-იანი ბარიერი. შედეგები რეალისტური არის, შედეგები ნათელი არის, ხო?
მომდინარე აქედან მაინც როდესაც იწყება ქვეყნის წინააღმდეგ აი ეს ორკესტრირებული შემოტევა, ამას საგარეო ფაქტორიც გააჩნია და ეს საგარეო ფაქტორი სწორედ იარაღად იყენებს აი ამ ფსევდო ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, რა თქმა უნდა, ეს უნდა დასრულდეს. იმიტომ სხვანაირად დემოკრატია ვერ იზეიმებს ამ ქვეყანაში. ეს პროცესი არის მხარდაჭერილი ქვეყნის ფარგლებს გარედან. ხო, ახლა რა რეაგირებას ელოდებით ევროკავშირის შეერთებული შტატების მხრიდან, როდესაც მოწოდებები არის, რომ პირიქით მართლმა გუნდმა უნდა დათმოს, უნდა გაითვალისწინოს გარკვეული რეკომენდაციები, კონსტრუქციული დიალოგი უნდა აწარმოოს ამ ძალებთან. ახლა აი ამ ინიციატივით გამოდის, რომ უფრო მწვავდება ეს პოლიტიკური. იცით რა არის, რომ ჩვენ მაგალითად გეტყვით ერთ რამეს. ფაქტობრივად არ არსებობს არც-ერთი რეკომენდაცია რეალურად, რომელიც საარჩევნო პროცესთან, რეალურ დემოკრატიულ ინსტიტუტებთან დაკავშირებით არსებობდა და რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში ეტეოდა, რომელი რეკომენდაციაც ჩვენ არ შეგვისრულებია. არ არსებობს ესეთი რეალური რეკომენდაცია, რომელიც საქართველოში არ შესრულდა, ხო? ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ვიყოთ კონკრეტულები, მაგალითად საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხო? დაწყებული პოლიტიკური პარტიების კანონმდებლობით, დამთავრებული მედიით და გაგრძელებული საარჩევნო კოდექსით, რა არის ისეთი კონკრეტული პრობლემა, რომელიც დემოკრატიას ან არჩევნების პროცესს რაიმე საფრთხეს უქმნის, ხო? ვერც ერთხელ ესეთი კონკრეტული პრობლემა ვერ დასახელდა. რატო? იმიტომ რომ ეს კანონმდებლობა და ამ კანონმდებლობის აღსრულება და შესრულება სრულ შესაბამისობაში არის. კანონმდებლობაზე აღარ არის ლაპარაკი. ამიტომ გეუბნები, რომ მართლმა გუნდმა უნდა იპოვოს გამოსავალი კრიზისიდან და განიხილოს ახალი არჩევნების შესაძლებლობა. ხო, მაგალითად საფრანგეთის პრეზიდენტის გზავნილი ასე. ნუ აღმოჩნდა რომ ჯერ საფრანგეთის პრეზიდენტს ეგ სიტყვით არ უთქვია. ელჩმა მე ინტერპრეტაცია გააკეთა. რატო? იმიტომ რომ ეხლა იმ საფრანგეთის პრეზიდენტმაც იცის, რომ როდესაც რაღაცა განცხადებას აკეთებ, რომელიც ისედაც აბსოლუტურად ცრუ ინფორმაციაზე ან აბსოლუტურად დამახინჯებულ ანალიზზე არის დაყრდნობილი, ისედაც მიუღებელია და ეხლა შენთან მოუწოდებ აქ რომ არჩევნები ახრიდან ჩაატარე, რა შენი კომპეტენციის საკითხია, რომელიმე ქვეყანაში არჩევნების ახრიდან ჩატარება. რომ ცალკეული ძალები ცდილობენ არ აღიარონ ქართული ოცნების მთავრობის ლეგიტიმურობა და არჩევნების შედეგები. მაგალითად, კონგრესში, როგორც სხვადასხვა მედია საშუალებები უწყებენ, უკვე წარდგენილია აქტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ არ იქნას აღიარებული ქართული ოცნების ხელისუფლება. ჯო ვილსონის ცნობილ აქტს გულისხმობ. სხვადასხვა პირების სიები ეგზავნება, მათ შორის ტრამპის მომავალ სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, სადაც არის სანქცირებებზე საუბარი. ჩვენ გვესმის ყველაზე ხშირად სიტყვების სანქცია და რაც მთავარია დღეს ერთ-ერთ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ ქართული ოცნება არა მხოლოდ პრორუსულ რეჟიმად განიხილება, არამედ როგორც პროირანული რეჟიმი, აი ამ იარლიყის მიწებებას განსაკუთრებით აქტიურად ცდილობენ ახლა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და როგორც ჩანს ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი მესიჯ ბოქსი პროირანული ან პროჩინური რეჟიმი, ხო? რას აპირებს ოცნება ამ ყველაფრის გასაქარწყლებლად, აი როგორ წარმოგიდგენიათ პროცესის ნორმალიზება და პროცესის იმ ჩარჩოებში დაბრუნება, რაც არჩევნებამდე იყო. აქ მე ვფიქრობ, ვინც ამ განცხადებებს აკეთებს და ამ იმართულებით მუშაობს, ის რა თქმა უნდა ეს მუშაობა დღეს არ დაუწყია, ისინი წლების განმავლობაში და განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც საქართველოს მეორე ფრონტის ასე თქვათ როლში საქართველოს გამოსვლაზე უარი განაცხადა, რა თქმა უნდა გეგმაზომიერად ახორციელებენ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ამ პოლიტიკას, რომ რამენაირად მოიშორონ ის ხელისუფლება, რომელიც თავის ქვეყნის სუვერენიტეტს და მშვიდობას უფრო დიდ ყურადღებას უთმობს, ვიდრე დიდი საერთაშორისო გეოპოლიტიკურ პროექტში საქართველოს გამანადგურებელ, ასე თქვათ, ჩართვას. ეს ერთი. არანაირი არგუმენტი ამ ხალხისათვის არ არსებობს. არა, ეს გასაგებია, მაგრამ წლების წინ არის მოდა ასეთი კრიტიკა ოცნების მიმართ. არ იყო სანქციები ოცნების მიმართ. დრო მათ ეხლა აქვთ 20 იანვრამდე. ძალიან ცოტა დრო აქვთ დარჩენილი. ამიტომ აქ არც მათ განცხადებას არ აქვს. აი ნახეთ უკვე ცოტა განცხადებას სიგიჟის ელფერი დასდებს, ხო? რომ ეს ეხლა რუსული უკვე ვეღარ ამოწურეს ეს რუსული, ვერაფერი ვეღარ ქნეს და დაამატეს ეხლა ამას. ირანი, სამხრეთ კორეა, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი და ასე შემდეგ. ანუ
აქ ხო არგუმენტზე არ არის ლაპარაკი, აქ ხო სახლ-პოლიტიკურ პროცესზე არ არის აქ ლაპარაკი. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ სანამ დრო დაგვრჩენია, შური უნდა ვიძიოთ იმ ხელისუფლებაზე, რომელმაც ჩვენი შეკვეთა არ შეასრულა. თქვენით ანეიტრალებთ ამ პროცესს. ჩვენ ამ პროცესს ვანეიტრალებთ იმით, რომ ჩვენ დავიჭირეთ ის ჯერ ესეთი თავარი რაც არის. ჩვენ საკუთარ თავზე კი არ ვიზრუნდეთ, როდესაც თავის დროზე უარი ვთქვით საქართველოს მეორე ფრონტი გამხდარიყო. ჩვენ ამით პირველ რიგში გავანეიტრალეთ საქართველოსათვის სასიცოცხლო და ასე ვთქვათ, საფრთხე, რომელიც შეიძლება მეორე ფრონტის გახსნის შედეგად საქართველოში მოხდარიყო. ამიტომ პირველ რიგში ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით, ეს პოზიცია დავიკავეთ. ჩვენ ვიცოდით, რომ ამას მოყვებოდა შესაბამისი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე. იმიტომ ეს მესიჯი იყო. არიომებთ დაისჯებით. და რა თქმა უნდა, ეს პროცესი ამ ბოლო დარჩენილ 2 კვირაში თუ 10 დღეში უნდა მაქსიმალურად პედალირებული იქნას. ამიტომ არგუმენტებით სკეპტიკურად არის განწყობილი ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ თქვენ გადაჭარბებული ოპტიმიზმი გაქვთ ჩვენ ნახეთ როგორ არის. სწრაფად არაფერი შეიცვლება. არა, აქ რაზე არის საუბარი. ჩვენ ამასაც ვიტყვით მაგრამ რომ ჩვენ არ ვფიქრობთ იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება და საქართველოს ბედი ზოგადად უნდა იყოს რომელიმე ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე დამოკიდებული, რაც არ უნდა დიდი და ძლიერი ძალა იყოს ეს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენ რა თქმა უნდა სოფლიოს ნაწილი ვართ და სოფლიოს საზოგადოებასთან ბუნებრივია უნდა ჰარმონიულად ვცხოვრობდეთ. ეს ჩვეულებრივი ჭეშმარიტება, მაგრამ როდესაც შენგან ითხოვენ ისეც, რაც შენ განადგურებას გამოიწვევს, ამ დროს რა თქმა უნდა შენი პირადი კეთილდღეობა კი არა, ქვეყნის და სახელმწიფოს კეთილდღეობა და მოქალაქეების კეთილდღეობა უნდა დააყენო წინ. ხლა რა შეეხება ტრამპის ადმინისტრაცია არ ნიშნავს იმას, რომ ის კონცენტრირებული იქნება საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. როგორ შემსუბუქდება წნეხია ეს შემსუბუქდება წნეხი იქიდან გამომდინარე, რომ მას მიდგომა ზოგადად გეოპოლიტიკასთან დაკავშირებით აბსოლუტურად სხვა აქვს, ვიდრე ეს აქამდე მოქმედ ადმინისტრაციას და აქედან გამომდინარე იმ ქვეყნებს კონდეთ, რომელიც ამ მოქმედი ადმინისტრაციის ზეგავლენის ქვეშ. ევროპაში რა იცით რა არის, რომ ჩვენ ნახეთ აი მაგალითად მაყურებელსაც ვეთქვით, არაერთი წერილები, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა თანამდებობის პირები საქართველოში არ ჩამოვიდნენ, მაგალითად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართეს, რომ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება არ ცნონ და ასე შემდეგ. ევროპულ ორბიტაზე რა ხდება? ნახეთ, ევროპული ორბიტა და ამერიკული ორბიტა ძალიან დაკავშირებული არიან ერთმანეთთან. ხო, ეს არის ევროატლანტიკური ორბიტა ერთი, სადაც რა თქმა უნდა წამყვანი როლი ეკუთვნოდა და ეკუთვნის და მომავალშიც ესე იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებს. ის რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჩამოვიდა საქართველოში და მას რა ბულინგიც დაატეხეს თავს, ნახეთ ხო და ამ პოლიტიკური ლიდერის პოზიციაც ნათელი იყო, რომელიც სრულად კონსტრუქციულად იყო განწყობილი. ჩვენ მერე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ჩამოსვლასთან დაკავშირებული უდიდესი ბულინგიც ვნახეთ, მაგრამ ამ ადამიანმა მიუხედავად ამ ბულინგისა შეძლო რომ წერილობით იყო თუ მერე შემდგომ მის ბრიფინგის მეშვეობით გადმოგცა მისი ძირითადი გზავნილები. ეს ნათლად მეტყველებს იმას, რომ ყველა არ ფიქრობს ევროპაში ისე, როგორც დღეს აი ჯერ კიდევ არსებული მეინსტრიმი მოქმედებს. და ამავდროულად ჩვენ დავაკვირდეთ, ხო? ევროპის რეაქცია როგორი არის მაგალითად, როდესაც მასკი ტვიტერზე რაიმე ტექსტს გამოაქვეყნებს. ეხლა მაგალითად მასკის პლატფორმაზე და გერმანიის ერთ-ერთი მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის ლიდერს შორის არის ბრიფინგი გამართული. 150 სპეციალისტი აკვირდება ევროკავშირის იმასთან დაკავშირებით, რომ ეს განიხილება თუ არ განიხილოთ, როგორც ამ გერმანიის საარჩევნო პროცესში ჩარევად. ანუ აქ ჩვენ ხო ორმაგ სტანდარტს ჩვენ არ ვთამაშობთ. ჩვენ ვთამაშობთ ზუსტად იმ დემოკრატიული, აი მართლაც კლასიკური ლიბერალური წესებით, რა წესებითაც ახლა ევროპა აპროტესტებს ვიღაცის ჩარევას. ერთ ტვიტს აპროტესტებენ და ჩვენ ნახეთ საქართველოს მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში, რა ვიცი, მით უმეტეს ომის შემდეგ დაწყებული მიხეილ სააკაშვილის შემოგზავნით და
მასთან მიყოლებული მე ეს უამრავი რეზოლუციებით, უამრავი ქვეყნის სასტიკად, ასე თქვა, დამაზიანებელი განცხადებებით და ასე შემდეგ, დამთავრებული იმით, რომ თურმე საქართველოს არის პროჩინური, პროირანული და კიდე რაღაცა ისა. მაგრამ აქვს საქართველოს ხელისუფლებას ამის ფუფუნება. აი, ყველაზე ხშირად მაინც ეს კითხვა ის, აი დავასრულებ ერთ წამით. ყველაზე ხშირად მაინც ისმის ეს კითხვა, რომ გასაგებია, რომ ხა გერმანია არის ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ეკონომიკით და ასე შემდეგ და ნუ ერთ-ერთი მთავარი სიტყვის მთქმელი ევროკავშირში, ისევე როგორც შეერთებული შტატები, არა მხოლოდ კონტინენტზე. შესაბამისად, როდესაც ერთის მხრივ ის ლოგიკა, რასაც თქვენ ბრძანებთ, აბსოლუტურად გასაგებია, რომ თუ თამაშის წესები არსებობს, ყოველთვის იყოს საერთო. მაგრამ ახლა საქართველოს ამის ფუფუნება აქვს. იცით რა არის, რომ ჩვენ სხვა გამოსავალი და არჩევანი არ გაგვაჩნია. ჩვენ რომ ომის დაწყების შემდეგ როგორც ამბობენ, ესეთი ხისტი პოზიცია რო არ დაგვეყავებინა და რუსეთის წინააღმდეგ ექსკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯები არ აგვეკვეთა, მაშინ რა ფუფუნება გვექნებოდა საქართველოს? თუ ჩვენ იმ ასე ვთქვათ მოცემულობას დავთანხმდებოდით, რომ ვერ ხედავთ როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა უთხრა ჩვენ ლიდერებს, ვერ ხედავთ ზელენსკის ყველგან წითელ ხალიჩაზე ხვდებიან და თქვენთან კიდე არავის არ უნდა გამარჯვების თქმაო, მაგრამ კი უკრაინაში რა ხდება ამის პარალელურად. ამიტომ ჩვენი კეთილდღეობა არ დავდეთ, ასე ვთქვათ, საქართველოს საპირწონეთ. ამიტომ ჩვენ აქ ფუფუნებაზე კი არ ვლაპარაკობთ. ჩვენ ვაპარაკობთ აქ სასიცოცხლო აუცილებლობაზე. უალტერნატივოა, რა თქმა უნდა. ეს არის უალტერნატივო და ერთი რამეც არის კიდე რომ უალტერნატივოა ის მოცემულობა, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, გარედან აქნეული ჯოხით საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლა და მე ახლა ამ ხელისუფლებას მოვიყვან, ეს უნდა დამთავრდეს. ეს თუ დღეს ამას არ დაესვა წერტილი, ყველა არჩევნები რა პოლიტიკური კონფიგურაციაც არ უნდა დადგეს საქართველოში, იქნება მუდმივად ესეთი. ჩვენ ახლა უყურებთ აფხაზეთში რა ხდება, ხო? ყველა არჩევნების წინ არის რევოლუციური მოქმედება და მე იმარჯვებს ის, ვინც ამ რევოლუციური მოქმედების შედეგად იყო დაწინაურებული. ანუ არჩევნები ფორმალური ხდება, საზოგადოებაზე ხდება ისეთი ტიპის ზეწოლა, ზემოქმედება, დადგუნვა და გამარჯვებულის მხრიდან მე უკვე ნოტარიულად გაფორმება არჩევნებისა, როგორი ჩვენ ვიხილეთ იგივე მიხეილ სააკაშვილის დროს, ვარდების რევოლუციის დროს. ჩვენ თუ გვინდა რომ მუდმივად ამ წრეზე ვიაროთ და ჩვენ თუ გვინდა რომ ჩვენთვის ევროკავშირი აქ და ეს იდეა იყოს შიდა არეულობის მაპროვოცირებელი თემა და არა მართალ მიზანმიმართული, მართლა შრომა, მართლა განვითარება, მართლა ინსტიტუციონალური მშენებლობა, საზოგადოების მშენებლობა, მაშინ რა თქმა უნდა ამ გზას გავყვეთ. დღეს ვიღაცა გულს მოიფხანს და საქართველოს რეალურად ეს საზოგადოება სადაღმოჩნდება, მე რა თქმა უნდა რო იტყვიან იდაყვის ყბენა გვიანი იქნება. მოდით შევეხოთ ახლა თქვენი უშუალო ოპონენტების სტრატეგიასაც, რა თქმა უნდა, როგორც ამბობთ, დიდწილად მათი მოქმედება არის ნაკარნახევი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მათი მხარდამჭერებისგან, ბრიუსელსა და ვაშინგტონში მიღებული გადაწყვეტილებები დიდ გავლენას ახდენს შიდა პოლიტიკურ პროცესზე, მაგრამ მაინც საინტერესოა თქვენი ხედვა თბილისში როგორ განვითარდება მოვლენები, თუნდაც საპროტესტო აქციების მიმდინარეობა, ეს როლების გადანაწილება, იგივე სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი, რომელიც ახლა მაკეინის ინსტიტუტის სტიპენდიანტის როლში გვევლინება და ესეც ძალიან საგულისხმო ფაქტია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სწორედ ეს ინსტიტუტი იყო, ასე ვთქვათ, ამბიციას აცხადებდა იმაზე, რომ გარკვეული რეჟისურა, ასე ვთქვათ, შემოეთავაზებინა მთელი რიგი პოლიტიკური პროცესების, ხო, სცენარის ავტორი. ჩვენს მაყურებელს შევახსენოთ, რომ მაკეინის ინსტიტუტმა ერთ-ერთი თავისი პროექტით სწორედ მოახდინა არჩევნების დასრულების შემდეგ პროცესების ესკალაციის გეგმის, ასე ვთქვათ, შემუშავება და ამის ანონსირება საქართველოში და მუდმივად აი ამ პროცესს მიყვებოდა ეს საპროტესტო, ასე ვთქვათ, მოძრაობა. და ჩვენ სამწუხაროდ ვნახეთ ის ჩივილიც ქალბატონი ტორტონისაგან, რომელიც ამ გეგმის ერთ-ერთი რო იტყვიან ღია ავტორი არის, რომ აქამდე მსხვერპლი როგორ არ მოყვა ამას ყველაფერს გასაოცარია, იმიტომ საკრალური მსხვერპლი, როდესაც რევოლუცია ბჭყალებში, ანუ რეალურად გადატრიალება მიზანს არ აღწევს, მაშინ აქსელერატორის როლს, დამაჩქარებლის როლს ასრულებს ხოლმე. ამიტომ გასაგებია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია გამოიყენა ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულების განსახორციელებლად. ეს შეთქმულება არ გამოვიდა
მას პრეზიდენტის თანამდებობის დატოვება ბუნებრივია მოუწია, იმიტომ ამას ესე ითვალისწინებდა საქართველოს კონსტიტუცია და ამის სანაცვლოდ მიიღო, რა თქმა უნდა, ის კომპენსაცია, რაც ამ მუშაობისთვის ხო, რა თქმა უნდა, ჯილდოარი ქვეყნის წინააღმდეგ გაწეული აი მავნე საქმიანობისათვის და რაღაცა პერიოდი, რა თქმა უნდა, მას ეს ინერცია, რომელიც მას გამოყვა, გამოყენებული იქნება ქვეყანაში კიდევ ერთხელ სიტუაციის დაძაბვის ან ამ ტიპის მცდელობის შესაქმნელად. რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესს. საერთოდ ერთი რამე არის რა. პოლიტიკური პროცესი დემოკრატიულ ქვეყანაში მით უმეტეს როცა სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოყალიბებულია და რაც თავარია, როდესაც რევოლუციის არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს, როცა ქვეყანაში სოციალური პრობლემა აფეთქების პირას არ დგას, მაშინ რევოლუციები არ კეთდება, ხო? მაშინ შეიძლება მოეხდინათ გადატრიალება, მაგრამ ეს გადატრიალებაც ვერ მოახდინეს. აქედან გამომდინარე, რა არის პროცესის შემდგომი გაგრძელება? პროცესის შემდგომი გაგრძელება არის არჩევნები. ოღონდ არა ისეთი არჩევნები, როგორც მათ სურს, რომ ეხლა მეიდანს მოვაწყობთ და მე უბრალოდ არჩევნებს ფორმალურად ჩავატარებთო. არამედ ნამდვილი არჩევნები. ნამდვილი არჩევნები მოდის საქართველოში ოქტომბერში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. კიდევ ერთხელ, ეს იქნება ტესტი ყველა პოლიტიკური პარტიის ამბიციის გაზომვისა. არა ის რომ მე დღეს მიტინგზე ამდენი კაცი გამოვიყვანე და დრონმა ესე გადაიღო და მე ვიღაცამ Facebook-ში თანამედროვე ტექნოლოგიებით გაათმაგა და გაასმაგა და არის ერთმანეთში ესე იგი მის ძახილი არა ჩემი დრონი კარგია და არა ჩემი მონტაჟი უკეთესია. არამედ არჩევნები, რომელიც ყველაფერს ნათელს მოფეს. ამიტომ მოემზადონ არჩევნებისთვის, თუ კი ამის საერთოდ რაიმე რესურსი აქვთ დარჩენილი და დაანახონ საზოგადოებას, სად არის მატერიალური ძალა. ირაკლი ქადაგიშვილი იყო ჩვენი სტუმარი, მადლობა მას ინტერვიუს